გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან საინტერესო ბიბლიურ თავსატეხს ჩაუღრმავდებით. გამოცხადების წიგნში არის ორი იდუმალი ჯგუფი. ერთი მხრივ 154,000 ბეჭედ დასმული და მეორე მხრივ ორი მოწმე. ერთი შეხედვით მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, მაგრამ რა მოხდება თუ ვიტყვით, რომ ისინი სინამდვილეში ერთი და იგივე ჯგუფია. მოდით ამ განხილვაში ერთად გავყვეთ ერთ-ერთ თეორიას, რომელიც სწორედ ამ კავშირის დამტკიცებას ცდილობს. აი, ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა. და ამ თავსატეხის ამოსახსნელად ჯერ თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე უნდა შევისწავლოთ. მოდით დავიწყოთ 144,000-ით. კარგი, ჩვენი გამოძიების პირველი ნაწილი სწორედ ეს ჯგუფია. 144,000 ბეჭედ დასმული. ვნახოთ, რას გვეუბნება წყარო მათ შესახებ, რა ვიცით ამ ხალხზე. პირველი რაც პირდაპირ თვალში ხვდება, ხომ, ეს არის თავად რიცხვი. არა დაახლოებით 150,000, არც ათასობით ადამიანი, არამედ ზუსტად 144,000. ეს სიზუსტე უკვე გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს არა რაღაც ზოგად სიმბოლოსთან, არამედ კონკრეტულ ჯგუფთან, რომელსაც განსაკუთრებული მისია უნდა ჰქონდეს. ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ანგელოზებს ეუბნებიან. მოიცადეთ, გააჩერეთ ყველაფერი, სანამ ამ კონკრეტულ ჯგუფს ღვთის 144,000 მსახურს შუბლზე სპეციალურ ნიშანს, ბეჭედს არ დავადებთ. ანუ, ისინი რაღაც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ექცევიან, რაღაც კონკრეტული მიზნისთვის. კარგი, მოდით შევკრათ, რა ვიცით აქამდე. ესე იგი, ისინი არიან ღვთის მსახურები, ისრაელის ტომებიდან და მათ აქვთ ეს განსაკუთრებული ბეჭედი შუბლზე. ერთგვარი პასპორტი არა, მაგრამ რისთვის ჭირდებათ? და აი, სწორედ აქ იწყება პირველი დიდი საიდუმლო. როგორც კი ეს 144,000 ადამიანი ბეჭედს იღებს, ისინი თითქოს ჰაერში ქრებიან. თხრობა მათს ეწყდება, ტექსტი აღარაფერს გვეუბნება. სად წავიდნენ, რა იყო მათი დავალება? აი ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად უკვე თავსატეხის მეორე ნაწილზე უნდა გადავიდეთ. და აი აქ შემოდის სცენაზე სრულიად ახალი პერსონაჟი, ან უფრო სწორად პერსონაჟები. ორი მოწმე. ერთი შეხედვით რაშუაშია, ხომ? მაგრამ მოდით მათ შევხედოთ როგორც ჩვენი გამოძიების ახალ ძალიან მნიშვნელოვან სამხილს. წარმოიდგინეთ კონტრასტი, 144,000 და უცებ მხოლოდ 2. ეს ხომ მაშინვე გაფიქრებინებს, რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ხელა ჯგუფსა და სულ რაღაც ორ ადამიანს შორის. და თან, ესენი არ არიან ჩვეულებრივი მოწმეები, ან უბრალოდ მქადაგებლები. მათ აქვთ წარმოუდგენელი ძალა. ტექსტი გვეუბნება, რომ მათ შეუძლიათ პირიდან ცეცხლი გამოუშვან და მტრები გაანადგურონ, შეუძლიათ წვიმა შეაჩერონ, წყალი სისხლად აქციონ, ეს რაღაც კოსმიური მასშტაბის ძალებია, თითქმის ღვთაებრივი. მაგრამ მათ მისიას ძალიან მკაფიო ვადები და დასასრული აქვს. ისინი ზუსტად 1260 დღე ქადაგებენ და როგორც კი ამ მისიას ასრულებენ, უფსკრულიდან ამოდის მხეცი და კლავს მათ. ანუ, ამ ხელა ძალის მიუხედავად, მათი ბედი თითქოს და ტრაგიკულად სრულდება. კარგით, მოდით დავალაგოთ. ყავს 144,000, რომელიც გაქრა. და ყავს ორი მოწმე, რომელიც გამოჩნდა და მერე მოკლეს. ახლა ვნახოთ, როგორც ცდილობს ამ წყაროს ინტერპრეტაცია ამ ორი ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ამბის ერთმანეთთან დაკავშირებას. აი მთავარი გასაღები ამ თეორიის მიხედვით სწორედ დროშია. 1260 დღე. ეს არის ზუსტად 3.5 წელი. კარგად დაიმახსოვრეთ ეს პერიოდი, რადგან ეს ის დროის მონაკვეთია, როდესაც 144,000 არსად ჩანს, სამაგიეროდ ორი მოწმე აქტიურად მოქმედებს. აი ეს სურათი კარგად გვიჩვენებს თავსატეხს. ერთ მხარეს 144,000 იღებენ ბეჭედს და ქრებიან. მისია არ ვიცით. მეორე მხარეს ორი მოწმე ჩნდებიან, აქვთ მკაფიო მისია და კვდებიან. ამ ინტერპრეტაციის ავტორები ამბობენ, რომ ეს დამთხვევა არ არის. ერთი მეორეს აგრძელებს. და აი მივადექით კულმინაციას, საბოლოო მტკიცებულებას, რომელიც ამ თეორიის მიხედვით ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს და ლოგიკურ ჯაჭვს სკრავს. თავარი კითხვა ეს არის, თუ 144,000 გაუჩინარდა და ორი მოწმე მოკლეს, მაშინ სადღა ვხედავთ 144,000 ამ ისტორიის ბოლოს. ისინი ხო არ გამქრალან სამუდამოდ? და აი პასუხიც. ორი მოწმის მისიის დასრულების შემდეგ იოანე ისევ ხედავს მათ, 144,000. ისინი დაბრუნდნენ. დგანან სიონის მთაზე, კრავთან ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, მათ შუბლებზე ისევ აქვთ ის პირვანდელი ნიშანი, ის ბეჭედი. ანუ, ამ ინტერპრეტაციის ლოგიკა ძალიან მარტივია. 144,000 არსად გამქრალა.
ისინი უბრალოდ გადავიდნენ მისიის მეორე ფაზაში, რომელსაც ტექსტი სიმბოლურად ორი მოწმის სახელით მოიხსენიებს. ეს 144,000-იანი ჯგუფი ასრულებს 3,5 დავალებას, განიცდის სიმბოლურ სიკვდილს და შემდეგ აღდგება და ბრუნდება სიონის მთაზე. ყველაფერი ერთი ამბავია. მოდით, ერთი წუთით სწრაფად გადავავლოთ თვალი ლოგიკურ ჯაჭვს. პირველი, 144,000 სადებენ ბეჭედს და ისინი ქრებიან. მეორე, ამ დროს ჩნდება ორი მოწმე. მესამე, მათი მისიის შემდეგ 144,000 ისევ ჩნდება. ესე იგი, დასკვნა, ეს არ არის სამი სხვადასხვა მოვლენა, არამედ ერთი და იგივე ჯგუფის ისტორიის სამი სხვადასხვა ეტაპი. და მოდით დავასრულოთ ამ კითხვით. ჩვენ ახლა ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ერთი კონკრეტული ინტერპრეტაციით თითქოს და დაუკავშირებელი სამხილვები ერთ დიდ ბიბლიურ თავსატეხად შეიკრას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უძველესი ტექსტები უბრალოდ ისტორიები კი არა, ერთგვარი კოდებია, რომელთა ამოხსნას ადამიანები დღემდე ცდილობენ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.